საქართველოს ერთ-ერთი კუთხე სვანეთი ძირითადად კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზეა შეფენილი. სვანეთი ორ ნაწილად იყოფა. ზემო სვანეთი ცენტრით მესტია, რომელიც განლაგებულია მდინარე ენგურის ხეობაში. ქვემო სვანეთი ცენტრით ლენტეხი მდინარე ცხენისწყლის ხეობას წარმოადგენს. თავად ზემო სვანეთი ბალს ზემო და ბალს ქვემო სვანეთად იყოფა. პირველად ისტორიული ცნობა სვანეთის შესახებ გვხვდება სტრაბონთან, როდესაც იგი კოლხეთში მოხვდა. სვანები ამ ქვეყნის ძირითად მოსახლეობას წარმოადგენდნენ. იგი მათ სონებს უწოდებს და ამბობს, რომ კარგი მეომარი და გულადი ხალხია და მათ ერთდროს შეეძლოთ გამოიყვანათ 200,000-იანი ჯარი. დღევანდელი სვანები შედარებით მცირედი არიან. თანამედროვე ცხოვრებამ აქაც მოახდინა გარკვეული ცვლილებანი სვანეთის ყოფაში. მაგრამ სვანეთშია ძირითადად შემონახული ქართული ეთნოგრაფიული საუნჯე, რომელიც ფაქტიურად პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. აქ საოცარი ჰარმონიულობით არის შერწყმული დღემდე შემორჩენილი წინარე ქრისტიანული და კერპთაყვანისმცემლური დღესასწაულები. ქვემო სვანეთის მთავარი სალოცავი ხატი სკალდის მთავარანგელოზის თარგეზალის საყდარია. ლენტეხში არის მთა, რომელზეც რამდენიმე წლის წინ ამაღლების ეკლესია აშენდა. ადრე ამ ადგილას სკალდის თარგეზალის სალოცავი მდგარა. ლენტეხში ხევის მახვს სიზმარი უნახავს, სადაც მას მთავარანგელოზი გამოცხადებია და უთქვამს, რომ ხატი ლენტეხიდან ზემოთ გადაიტანეთო. მთავარანგელოზის რჩევით 7 გაუხედნავი დეკეული ზემოთ მთისკენ უნდა გაერეკათ. სადაც ისინი დაწვებოდნენ, უნდა აეშენებინათ საყდარი. ასეც მოიქცნენ. დეკეულით გაკვალული გზა დღესაც ბილიკად არის შემონახული. რამდენიმე დღის სიარულის შემდეგ დეკეულები ერთი ლამაზი მთის თავზე სოფელ თაყვის ზემოთ მდელოში გაჩერებულან და იქვე დახოცილან. ამის შემდეგ მთელი ხევის მოსახლეობა ერთ ჯაჭვად ჩამდგარა და ქვა გადაუზიდიათ ძველი საყდარი ახალ ადგილას მთაში. დეკეულების დავარდნა სულთმეფენის დღეს მომხდარა და მთავარანგელოსაც ისინი შესაწირად მიუღია. მას შემდეგ მოყოლებული ყოველ სულთმეფენას ქვემო სვანები იკრიბებიან სკალდზე და პირუტყვს წირავენ. სკალდის მთავარანგელოზი ბევრ სასწაულს ახდენს და ამიტომაც სვანებს მისი დიდი რიდი და პატივისცემა აქვთ. სკალდობის დღეს დასაკლავ პირუტყვთან ერთად ყოველი სვანი წინა ღამეს საგანგებოდ ამზადებს შესაწირ სანთელს საკუთარი ოჯახისათვის თუ ახლობელთა ჯანმრთელობისა და წარმატების სალუტებლად. ასევე უკიდურეს შემთხვევაში სვანები მტერსაც წყევლიან. გადმოცემით თუ დამაწყევარი დაუმსახურებლად წყევლის თავის მტერს, მაშინ წყევლა უკან უბრუნდება და სალოცავიდან ცოცხალი აღარ ბრუნდება. სკალდობა ღამით იწყება და მეორე დღის შუა დღემდე სადილობამდე მთავრდება. სოფლიდან იკრიბება რამდენიმე თემი და ფეხით ან ცხენებით მიემართებიან სალოცავისკენ. თან საკლავი პირუტყვიც მიჰყავთ. სამი მესკალდე ამ სოფლის მოსახლეობიდან ირჩევა და მათ თემის შეკრებაზე ასახელებენ. მათი არჩევის კრიტერიუმია ღვთისმოსაობა და ოჯახის პატიოსნება. მათვეაბარიათ ხატის შენახვაც. ხატს კლდეში მალავენ, რომლის ადგილსამყოფელიც ამ სამმა მესკალდემ იცის. გამთენიისას, როდესაც მზე ამოვა, რიტუალი იწყება. ყოველი მავედრებელი საყდართან მიდის სანთლებითა და ლემზირებით ხელდამშვენებული.
ლემზირზე დგამენ ერთ ჭიქა ღვინოს, ლემზირზე შესაწირი კვერია, რომელიც პატარა ხაჭაპურს წარმოადგენს. ის მეუღლე ხერბათო და მეზადე თოჯა მარჯა ნაი ერთალი ყრა თარიქზე ვიჯარ ბაშე საყდართან აყავთ საკლავი პირუტყვიც და მესკალდემას მლოცველს გარშემო სამჯერ შემოატარებს. სანთლით ბეჭს, შუბლს და გულის ადგილს მოუწევს. შემდეგ კი შესაწირავი სასაფლაოზე გახყავთ. მლოცველები თავის მხრივ ხატს წირავენ ფულს და რაიმე ძვირფასეულობას. რაც შეეხება დაწყევლას, ამ საკითხს თემობა განიხილავს და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ იწყევლება მტერი. დაკლ საკლავს დიდ ნაჭრებაჭრიან და კარავში ჩამოკიდებულ ქვაბში ხარშავენ. ხორცი ასხმულია ხის კარისებრ ტოტზე, რომელიც წინასწარ არის გამზადებული. ამავე ტოტებით ხორცს ქვაბში დებენ მოსახარშად. ერთ ტოტზე აასხამენ შესაწირ ნაჭრებს, ბეჭს, გულს, ღვიძლს. როდესაც მოიხარშება, ეს ნაჭრები კავიანად საყდარში საკურთხად მიაქვთ. მაგიდაზე აწყობენ სვანურ პურს, ანუ შვეთებს, ხაჭაპურს, მოხარშულ ხორცს, რომელსაც შემდეგ სვანურ მარილს აყრიან. სკალდობაზე სვანები ერთმანეთს განსხვავებულად ესალმებიან. გამარჯვების მაგიერ ისინი ამბობენ აგისრულდეს, ან აგიცხადდეს. როცა ერთი ამბობს აგისრულდეს, მაშინ მეორე პასუხობს ამენ. ასევე სრულდება სკალდობაზე ყოველი თქმული სადღეგრძელოც. ყოველი სადღეგრძელოს ბოლოს მთელი სუფრა ერთად იძახის. ამენს სამჯერ. წესის მიხედვით პირველი სადღეგრძელო ითქმის სკალდის თარგეზელის მადლისა, შემდეგ მლოცველთა დღეგრძელობისა, რათა ბევრჯერ შეძლონ შეწირვა. სკალდზე ქალის გამოჩენა აკრძალულია. ეს აკრძალვა ვრცელდება მთელი სკალდობის დროს და მთელი წელიწადი შაბათ-კვირის დღეებში. ქალები მამაკაცებს აცილებენ სოფელ თაყვამდე და თაყვში ლამარიას სალოცავში ჩერდებიან კაცების დაბრუნებამდე. როგორც აღნიშნეთ, ზემოთ სკალდობაზე ქალები არ დაეშვებიან. ამას ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრით გარკვეული გამართლება აქვს. გამოყოფასაც ეს საფუძველი ჰქონდა, რომ მაინც რაღაც საიდუმლო შესაკრები ადგილი, ეს ერთი და უმთავრესი სიწმინდების შესანახი ადგილი და სადაც ძალიან ისეთი მთავარი სიწმინდე არის, იქ მაინც არ უნდა მოძრაობდეს, არ უნდა გქონდეს შეხების ადგილი ქალს. ეს არის მე ასე ვთვლი დღეისდღეზე ასე ვთვლი, მაგალითად რომ ეს არის ცოტა ისეთი აი როგორ ვთქვა, წარმართული იქნება ზნეს ჩვეულება, მაგრამ შემორჩენილია დღემდე და დღესაც იგივე გრძელდება. აქ ისინი ლამარიას შესთხოვენ და ლოცულობენ, რათა სკალდმა კაცების შესაწირი მიიღოს და მათი თხოვნა ისმინოს. ჯანმრთელობა პირადად ჯანმრთელად იყოს, კარგად იყოს, რომ მომავალწეს აქ მოუწადეს. ამინ, 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 ამინ. ვერთმა დაგვილოცოს, ბიჭკო ქურასმედიანი, თავისი ოჯახით, თავისი ნებული თორჩილით, ვერთმა სიკეთე, მშვიდობა, ჯანმრთელობა და ერთგულება ქონებოდეს. ვერთი იყოს მათი მფარველი. ამინ, ამინ, ამინ. მსხვერპლ შეწირვა ლამარიაზეც ხდება, მაგრამ აქ მსხვერპლი იკვლება, რათა ზევით სკალდმა მიიღოს საკუთარი შესაწირი.
ლამარიასადმი სკალდისაგან განსხვავებით ხდება მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი ლოცვა ვედრება. სკალდიდან დაბრუნებული მამაკაცები ლამარიაში ჩერდებიან და საღამომდე თავიანთ ოჯახის წევრი ქალებთან ერთად განაგრძობენ დღესასწაულს. დაბინდებისას ყველა ერთად ბრუნდება სახლში. ამ დროს იწყება წვიმა. სვანეთში ამბობენ, რომ წვიმა სკალდის მთავარანგელოს მოჰყავს, რათა გადარეცხოს ცოდვილი ადამიანების ნაკვალევი. სახლში საღამოს სანამ ქალები ოჯახის საქმეებს მოითავებენ და საქონელს დააბინავებენ, სუფრაც გაიშლება და დიდი ხნის უნახავი დედაშვილი სტუმრებთან ერთად სიმღერას შემოსახებენ. ეს ადგილი დალის საუფლო, ანუ დალის ხეობა, იგივე კოდორის ხეობა ტერიტორიულად საქართველოს იმ ნაწილში მდებარეობს, სადაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მრავალი სისხლიანი ტრაგედია დაატრიალდა. კოდორის ხეობის დასავლეთ მდებარე ტერიტორიები, ჭუბერი, მდინარე კოდორის მოყოლებით თითქმის სვანეთის მთებამდე აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ხელშია. ეს ძალიან არასახარბიელო სიტუაციას ქმნის ამ ტერიტორიების მოსახლეობისათვის, რადგან ტერიტორიულად კოდორის ხეობა აფხაზეთის საზღვრებშია მოქცეული და იგი ისტორიულად სვანეთის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. დალის, ანუ კოდორის ხეობაში შესვლა ძირითადად ვერტმფრენით არის შესაძლებელი. ეგრეთ წოდებული აფხაზეთის სვანეთის ამ ტერიტორიის ერთ-ერთი პრობლემა გზაა, რომელიც მთაში დაზამთრებისას თითქმის გაუვალი ხდება. ჭუბერის უღელტეხილი, რომელიც ახლა გოლგოთის გზად არის წოდებული, აფხაზეთის ომის დროს 100,000-მდე დევნილმა ფეხით გამოიარა. ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ამ ტერიტორიაზე ხშირად გამოჩნდება ხოლმე სამხედროებით დატვირთული ვერტმფრენები. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობაც თავის უპირველეს მოვალეობა თვლის დაიცვას საქართველოს და მისი განუყოფელი კუთხის სვანეთის მთლიანობა. ამიტომ აქ ყველა დიდი ან პატარიანად შეიარაღებულია. სოფელ ჩხალთის გამგებელი ნორა კვიციანი ადგილობრივი ბატალიონის კაპიტანია. ის კაცებზე უკეთესად თუ არა ნაკლებად არ ისვრის. ნაჰარი ორგივა ნაჰარი.
კოდრის ხეობას 93 წლიდან ძალიან დიდი პრობლემები აქვს. საომარი მკვიდრობა, ძალიან დაძაბული მდგომარეობა და ყველას ქალს და კაცს იარაღი ხელში აქვს. აგერეთ ყოველ დღე ელოდებით მტერის თავდასხმას. და საქართველოს მთლიანობა არ დაუთმეთ მტერს და ამის ნიადაგზე შესაძლებელია მტერი დაგესასწრონ წაგვართვას ის ტერიტორია. და ამის გამო ყველა იარაღით ვართ. Да, что рука у него в очень опасном положении. და საერთოდ სვანები საუკეთესო მონადირენი არიან. კოდორის ანუ დალის ხეობაც მონადირეთა ქალღმერთის სახელს ატარებს. დალი სვანური ლეგენდის მიხედვით მონადირეთა ქალღმერთი იყო. ის ეხმარებოდა მონადირეებს ნადირობისას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც თვალში მოუვიდოდა და შეიყვარებდა. მაგრამ ლეგენდის მიხედვით თუ შემდეგ ეს მონადირე გათქვამდა მათი სიყვარულის ამბავს, მშვენიერი ჟღალთმიანი ქალღმერთი მას კლდიდან გადააგდებდა. მე პირადად მომქონდა შემთხვევა, ვიყავით რო სანადიროდ, მაშინ რო წავიდოდი, ვიცოდი რომ დავიღუპებოდი. და მე გაჩნდა ცეცხლი, სადაც არც ბალახი არსებობს საერთოდ, ქვის და კლდის მეტი არაფერი არა და მე მგონია ამით დავამტკიცე რომ მიშველა და გადამარჩინა, გამაფრთხილა და გამირთო უпростоრო. სანამ ადგილობრივი ბატალიონის მონადირის წევრები ხეობას იცავენ, ხეობა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ქორიტიტილას რომ წაიღებდა მან და ხაზეთში ჰაუ უყვირია სამეგრელოში
ეს არყის გამოხდის პროცესია. ერთნახად არაყს, რახს სვანეთში სხვადასხვა ხილისგან ხდიან. ამ შემთხვევაში საარყე ქვაბში ტყემალი იხარშება. გამოგხმარებია, მოგეხმარებ. აი, აკაი. სულია მოგამოხრერხია. ეზერ. მართლა როდის იქნება რო და რეკო მოგეხმარე, რეკო. მალია? ძალიან. უხვია წელს მოსავალი. უხვია ნამდვილ. სვანური თაფლი განთქმულია მთელ საქართველოში თავისი განსაკუთრებული არომატით, გემოთი და სასარგებლო სამკურნალო თვისებებით, რაც იმით არის გამოწვეული, რომ აქაური ფუტკრები მას ალპიური ყვავილებისგან ამზადებენ. Там толгорога пускается. Ничего, майская. სვანეთში ყველა სუფრაზე სამი აუცილებელი სადღეგრძელო ისმება. პირველი არის დიდი ღმერთის, ხოშა ღერბეთის სადღეგრძელო, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს. უფალი ღმერთი შეეწიოს ამ ოჯახს, თქვენს ოჯახებს, ჩვენს ერთგულ ხალხს. მეორე სადღეგრძელო მთავარანგელოზისა, მგქემ თარგზელისა. დიდება შენ მთავარანგელოზო, შეგვეწიე ჩვენ და ჩვენს ოჯახებს. ადამიანი და საქონელი მოგმატე და რასაც მოგმატებ, მშვიდობაში მოგვახმარე. მესამე სადღეგრძელო წმინდა გიორგისა. ჯგრაკ მას შესთხოვენ მამაკაც და ქუდის დამხურავის გამრავლებას და უსურვებენ ერთმანეთს წმინდა გიორგი მუდამ მარჯვენა მხრიდან გახდესო. საერთოდ შიში ღმერთის მორწმუნე ადამიანმა და ვისაც ღმერთის წავს და შიში არ უნდა ქონდეს. უпростоრად შიში ყველას აქვს, მაგრამ უნდა ერეოდეს იოვა. იმიტომ რომ ღმერთის ფორმებების ქვეშავარ ცოტა. და როცა გეშინია, ესე იგი ღმერთს არ ენდობი. ეს უარესია. კოდორელები ისევე როგორც საერთოდ სვანები ღვთისმორწმუნენი არიან. განსხვავებით მაღალი სვანეთისაგან აქ ნაკლებად შემორჩა ეკლესიები, მაგრამ საინტერესოა ჩხალთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ძველი ეკლესიის ნანგრევებზეა დაშენებული.
ძველი ეკლესია დაახლოებით მე-9 საუკუნისაა. აქ არსებული სათოფურები მოწმობენ, რომ ხეობა ხშირად განიცდიდა მტრის შემოტევებს. ძველ ნანგრევებში აღმოჩენილი გვირაბების მიხედვით, რომლებიც მდინარეზე გადიოდნენ, ხეობის მკვიდრთა ალყის დროს მდინარიდან ამოტანილი თევზით და წყლით გაჰქონდათ თავი. ღრმადმორწმუნე სვანები დღემდე ასრულებენ წარმართულ რიტუალებს. მაგალითად, აქ კოდორში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა სულების გადაყვანა თბილისში მამლების საშუალებით შეასრულეს. ამ რიტუალს თავისი მლოცველი ჰყავს, რომელიც ფანდურზე დროდადრო სიმებს აჟღერებს და ლოცვებს ჩურჩულებს. ჭირისუფლებს თეთრი თავსაფრები ახურავთ, რაც იმის ნიშანია, რომ ტირილი და გლოვა არ შეიძლება. მამლები ტრაგიკული შემთხვევის ადგილზე გაუშვეს. ისინი უცნაურად იქცევიან, არ ყივიან და არ გარბიან. თეთრი ძაფით, რომელიც მამლებს აქვთ ჩაბმული, სული მოჰყავთ სახლში, სადაც მას ახლობლები ხვდებიან. ლოცვა მუდმივად მიჰყვება ამ რიტუალს. მამლებს 40 დღის თავზე ეკლესიაში წირავენ ან უბრალოდ უშვებენ. აქედან გამომდინარე, ამ მამლების სახით მიცვალებულთა სულები 40-მდე სახლში ტრიალებენ. მეომარი ბიჭი და ჩემი მეომარი ბიჭი და ეს გვინდოდა მე და შენ და საშემოდგომოდ ქორწილზე მზადებოდით და ის გოგო დადის დედიკო შენთან გინახულებს მოდის და მიდის დედა რა ქნას ივანეს ჯვარი მესტიის გზა გასული საუკუნის 30-იან წლებში გაიჭრა. მიხეილ კალატოზიშვილის ბრწყინვალე ფილმის ჯიმ შვანთეს კადრები გზის გაყვანას ასახავს. გზას მთელი სვანეთი აშენებდა. მშენებლობას კი მესტიის მაშინდელი რაიკომის პირველი მდივანი ალექსანდრე წიფურია ედგა სათავეში. 1927 წელს იგი დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს. ერთ-ერთი მიზეზი გზის ცუდად აშენებაც იყო. თუმცა 21 საუკუნეში მისი აშენებული გზა კვლავ ერთადერთი მისასვლელია ზემო სვანეთამდე.
სვანური საცხოვრებელი ანუ დარბაზი სვანურად მაჩუბი კოშკზეა მიდგმული. მაჩუბის შუაში ნაჭით ანუ რკინის ჯაჭვით შუაცეცხლზე ქვაბი იყო ჩამოკიდებული. ხის დიდ კასრებში ფქვილს ინახავდნენ, სპილენძისაში კი წყალს. კავებზე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი იყო ჩამოკიდებული. მაჩუბს ლამპარი ანათებდა. ცენტრში მახშის ანუ თემის თავის უხუცესის სავარძელი იდგა. გრძელსკამზე მთელი ოჯახი ჯდებოდა. მაჩუბშივე ინახავდნენ საქონელს ზამთრობით. ეს ადგილი სპეციალური ტიხარით იყო დარბაზისგან გამოყოფილი. საქონლისა და ადამიანების ერთჯერ ქვეშ ყოფნა მთის მკაცრი ზამთრით იყო განპირობებული. საცხოვრებელი სახლი სვანეთში წარმოუდგენელია კოშკის გარეშე, რომელსაც მუდამ თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. კოშკი შიგნიდანაც და გარედანაც ქვითკირით ილესება. მისი კედლები სქელი უნდა იყოს, რათა მტრის შემოსევისა და მთის მწვერვალებიდან ჩამოქცეულ ზვავს გაუძლოს. ამიტომ კედლის სისქე 1.5 მეტრია. კოშკი წარმოადგენს ერთმანეთზე სართულებად დადგმულ 4-5 ოთახს. პირველი სართული დილეგად იწოდება და გამოიყენებოდა დატყვევებული მომხდურის სამყოფად. ყოველ სართულს სიმაგრის მიზნით ქვის თაღი აქვს შედგმული. მეორე და მესამე სართულზე ხშირად ქვევრი და კიდობანიც კი იყო ჩაკირული. თუ მტერი ოჯახს გამოსასვლელ გზას ჩაუკეტავდა, ოჯახი კოშკში გაიხიზნებოდა. ქვევრებში წყალს ინახავდნენ და კიდობანში ფქვილს, რათა ბრძოლის დროს კოშკში მყოფთ საკვები ჰქონოდათ. კოშკის სართულები ერთმანეთისაგან გამოყოფილია და მათ შორის ხის კიბეებია. დღეს სვანეთში კოშკებს აღარ აშენებენ. გადმოცემით ეს კოშკები 500 ან მეტი წლის უნდა იყოს. ზოგიერთი კი თამარის მეფობის დროსაც არის აგებული. სიმაგრით კოშკი ბევრად ჯობს ყველა სხვა ნაგებობას.
კლდის ვეფხვი, ასეთი სახელით შევიდა მესტიელი ალპინისტი მიხეილ ხერგიანი მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში. ის გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. იყო საბჭოთა კავშირის 7 გზის ჩემპიონი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. მიხეილ ხერგიანი 1969 წელს დაიღუპა 37 წლის ასაკში, იტალიაში სუ ალტოს მწვერვალის დაპყრობის დროს. ლენჯერში ორი ეკლესია, ლაშთხვერის მახარობლის ეკლესია, სადაც ილდანების გვარის წარმომადგენლებს საკუთარი აკლდამა ჰქონდათ. ლენჯერშივეა მე-12 საუკუნის მთავარანგელოზის ეკლესია. ის სხვა ეკლესიებიდან იმით გამოირჩევა, რომ ის როგორც შიგნიდან, ისე გარედან არის მოხატული. გარედან მოხატულია მითოლოგიური პერსონაჟებით, ბადრი, უსუპი და ამირანის გამოსახულებით. ხოლო შიგნიდან წმინდა კანონიკური საეკლესიო მხატვრობით. სოფელ ლენჯერშია შემონახული სვანური ნაბდის ქუდის დამზადების ტრადიციაც.
სპეციალურ ფორმაზე დადებულ მატყლის ფრთილას ასველებენ. ფორმაზე შემოაკრავენ და შემდეგ მონოტონურად ხის საბერტყს ურტკამენ. ასეთ ფუდებს სვანები მუზარადის ქვეშ ატარებდნენ, რათა რკინის მუზარადი ადვილის ატარებელი ყოფილიყო და მტრის დარტყმა შეემსუბუქებინა. დაუძახე რა. ეპარშენიბა ეპარჩამ. ისერდება ლევანი. ისე. ყურებზეება. სვანეთი განთქმულია უგემრიელესი კერძებით, მათ შორის ჭიშტვერით, რომელიც სიმინდის ფქვილისა და ყველის ნაზავისაგან ცხება. ჩვენ ვიყვებით ზემო სვანეთში ერთ-ერთ გამორჩეულ ეკლესიაში, ეს არის ლაღამის მაცხოვრის ფერისვალების ეკლესია, რომელიც წარმოადგენს ორსართულიან ბაზილიკის ტიპის ტაძარს. ორსართულიანი ეკლესიები საქართველოში ძალზე იშვიათი მოვლენაა. სულ რაღაც ამდენიმე ხელზე ჩამოსათვლელი თეთრების კი გვაქვს ამის ჩამოთვლისათვის. გამოკვეთილად შეიძლება ითქვას, რომ პირველი სართული აშენებულია მე-10 საუკუნის დასაწყისში და იმავე დროს მოუხატავთ კიდეც. მხატვრობა მე-10 საუკუნისა შემორჩენილია ქვედა რიგში პორტრეტების სახით, თუმცა წელს კონსერვაციის მიმდინარეობის პროცესში გავხსენის ჩურფები და აღმოჩნდა, რომ მთელი ეკლესია მოხატულია. ძალიან მცირე ზომის არის და გამორჩეული მხატვრობა. ასეთი მხატვრობა შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში თითქმის არც არის. თავისი მხატვრული ღირებულებით იკონოგრაფიით გნებავთ და ადრეული წარმოშობის მე უკვე მოგახსენეთ. ქვედა სართულზე ამავე დროს არის მეორე ფენა მხატვრობის, რომელიც მე-12 საუკუნეში უნდა იყოს მოხატული და ჩვენ მიგვაჩნია რესტავრატორებს, ეს უნდა იყოს ცნობილი მხატვრის დავით აღმაშენებლის მხატვრის თევდორეს მიერ მოხატული. ან მის სკოლას უნდა წარმოადგენს, რომ იმდენი მსგავსება კომპოზიციაში, იკონოგრაფიაში, სტილში, გრაფიკაში და ასე შემდეგ, ახლა შორს ამაზე ალბათ არ ეს წასვლა. რაც შეეხება ზემო სართულს, ეს მე-14 საუკუნეში არის დაშენებული. როგორც ჩანს, ეს მცირე ზომის პატარა ეკლესია, რომელიც უკვე აღნიშნეთ მე-10 საუკუნისა, რომელიც არის თავისი გაბარიტებით ან მრევლს ვერ იტევდა, ახლა ძნელი ამაზე რამდენიმე ვერსია შეიძლება წარმოადგინოთ, მაგრამ ფაქტია, რომ დააშენეს, ანუ გაასქელეს კედლები, კედლის სისქე ქვედა სართულისა დაახლოებით 2 მეტრის უნდა იყოს, დაახლოებით ესე გამოიყურება. და მე-14 საუკუნეში დაუშენებიათ და ეს მეორე სართული, სადაც დღეს ჩვენ კონსერვაციას ვაკეთებთ, ამ პერიოდში უნდა მოეხატათ კიდეც მე-14 საუკუნეში.
ის რომ სვანეთში რკინის წარმოება და ჭედვა უძველესი დროიდან მოდის, მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენილი ექსპონატებითაც დასტურდება. აქ გამოფენილი სპილენძისა და რკინის საოჯახო ნივთები მე-16-მე-19 საუკუნეებით არის დათარიღებული. ჭურჭლის ფორმები საერთო კავკასიურია, ხოლო შუა ცეცხლთან დასადგმელი კერა, საკვარეები დამახასიათებელია მხოლოდ სვანური ყოფისათვის. მუზეუმში გამოფენილი არქეოლოგიური ნიმუშები ჩვენს ერამდე მე-3000 წლეულით არის დათარიღებული. ცულის პირები და შუბები სპილენძისაგან არის დამზადებული. ეს კოლექცია კოლხური სამეურნეო კულტურის ნიმუშს წარმოადგენს. სვანეთში უძველესი დროიდან იყო განვითარებული ხეზე მხატვრული კვეთის ოსტატობა, რაზეც მუზეუმში მე-11 საუკუნით დათარიღებული დაცული კარი ადასტურებს. ეს კარი მუხის გულისგან არის გაკეთებული და მასზე ბიბლიური ტექსტი და წმინდანთა გამოსახულებაა ამოკვეთილი. მეორე კარი მე-11 საუკუნის ფხტრერის მთავარანგელოზის ეკლესიის კარის ასლია. მისი ავტორი გიორგი ნავერიანია. კარი ხეზე კვეთის ხელოვნების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. ამ ტრადიციას სვანეთში სოფელ ლენჯერში უდესიანების ოჯახი აგრძელებს. მამაშვილი იური და აკაკი უდესიანების მიერ გაკეთებული ხის ნივთები, ავეჯი თუ ფანდურები განსაკუთრებული სინატიფით გამოირჩევა. ჩვენი მუზეუმის კოლექციიდან უძველესი არის ჯვარის სამწერობელი რიპიდა, მე-9 საუკუნეს განეკუთვნება. ხოლო აი ეს ხატი, რომელიც სვანურ საოქრომჭედლო სკოლაშია დამზადებული, განსწავლული ოსტატის თევდორე გვაზავაისძის მიერ, პანტოკრატორი, არის ქართული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუში. ასევე არის ასან გვაზავაისძის ნამუშევარი გიორგი, წმინდა გიორგი, რომელიც დეოკლეტიანეს გმირავს. ქართული კლასიკური ხელოვნების ნიმუშებიდან უბრწყინვალესია მეფის კარის მხატვრობის უნიკალური ნიმუშები 40 მოწამის მე-11-მე-12 საუკუნის ხატი, ლაზარეს აღდგინება იგივე საუკუნე გახლავთ, ხოლო ხალხური ხელოვნების ნიმუშებიდან ჩვენს მუზეუმის კოლექციაში უძველესი და უნიკალური არის ბარბარესა და ღვთისმშობლის ხატი. კომპოზიციურად აი ეს არსად არ გვხვდება ბარბარე და ღვთისმშობელი ერთად და ძალიან უმაღლესი ხარისხის უნიკალური ნიმუშია იგი. უნიკალურია სანაწილე ხატი ქრისტეს ჯვარცმა. ამ ხატში იგრძნობა კონსტანტინოპოლის სკოლის გავლენა. ჰადიშის ოთხთავი ეს არის უნიკალური სახარება, რომელიც შეიქმნა შატბერდში 897 წელს. ეს სახარება
რა გზით, რანაირად მოხდა სვანეთში არ არის ცნობილი, მაგრამ გარკვეული საუკუნეების შემდგომ კერძოდ, აი მე-14 საუკუნის მინაწერი აქვს მას და იქიდან უკვე დასტურდება, რომ მე-14 საუკუნეში უკვე სვანეთშია იგი მოხვედრილი, ეტყობა შესანახად. ასევე უნიკალურია ეს კარედი ღვთისმშობლისათვის შექმნილი მე-13 საუკუნეში, ხოლო თვითონ ღვთისმშობელი არის მე-11 საუკუნის. შეიქმნა იგი სამხრეთ საქართველოში, დამკვეთები არიან ვახტანგ და რუსუდან ინასარიძეები და შემდგომ შემოწირულია სვანეთის ერთ-ერთ ეკლესიაში. ლემი თავისუფალი სვანეთის დროშაა და იგი ლომს ნიშნავს. ამ დროშით სვანები ომში საბრძოლველად მიდიოდნენ. ქართული ეროვნული საგანძურის დიდი ნაწილი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დავანებული. ეს მუზეუმი საშინაო მდგომარეობაშია დღეს. შენობა, რომელშიდაც მოთავსებულია ეროვნული საგანძური, დანგრევის პირას არის მისული. მას აუცილებლად შველა სჭირდება. ან მას სჭირდება შველა, ან დასამთავრებელია ახალი მუზეუმის შენობა, სადაც შედარებით უკეთესი პირობები გვექნება. უნიკალური ხელნაწერები, უნიკალური ფერწერა, უნიკალური ჭედურობა, უნიკალური არქეოლოგიური მასალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულზე ყველაფერი კომენტარის გარეშე მეტყველებს დღეს დაღუპვის გზაზეა. მესტიაში რატიანების ოჯახი ტრადიციულად მომღერალთა ოჯახია. მათ რეპერტუარში წარმართული ქრისტიანობამდელი სიმღერებიცაა. ამ სიმღერის მიხედვით ნათელადის სახლს გველეშაპი სეგზღ დაეპატრონა. ნათელადი უშიშარი და ძლიერი ქალი იყო. მან გველეშაპს მშვილდისარი ესროლა და მოკლა. 9 უღელმა ხარმა გველეშაპი ძლივს გაიტანა ესოდა. რელიგიური სინკრეტიზმი არის წარმართობანარევი ქრისტიანობა, რომელიც ასე ნათლად არის წარმოჩინებული სვანურ რელიგიურ დღესასწაულებში, მათ შორის კვირიკობაშიც. დიდი რელიგიური დღესასწაული, რომელსაც მთელი სვანეთი აღნიშნავს, არის კალას წმინდა კვირიკეს მთავარანგელოზის ხატის დღესასწაული. კალას წმინდა კვირიკეს ხატს შალიანის ხატსაც ეძახიან. გადმოცემით, ვინმე სვანი გვარად შალიანი ერთხელ იმერეთის მეფეს 100 სვანთან ერთად გეგუთის ველის სათიბად დაუქირავებია. შალიანს მეფისთვის წინადადება მიუწია, რომ ის მარტო გათიბავდა გეგუთის ველებს იმავე დროში, რაც დასჭირდებოდა 100 მთიბავს ერთად. გასამჯელოს ამისათვის კი საკუთარი სურვილით აირჩევდა. შალიანს სიტყვა შეუსრულებია და გასამჯელოდ კალას ხატი მოუთხოვია იმერეთის მეფისგან. მეფეს პირობა შეუსრულებია. მას ეს ბიზანტიური წარმოშობის ხატი ვაცის ტყავში გაუხვევია და სვანეთში წაუღია. კალას მაცხოვრებლებს რომ გაუგიათ ამ ხატის შესახებ, წართმევა გადაუწყვეტიათ და შალიანს გზაში დახვედრიან. შალიანი მოუკლავთ და ხატიც ხელში ჩაუგდიათ, მაგრამ არ იცოდნენ სად დაესვენებინათ იგი. ამიტომ შეაბეს უღელში 2 კურო. უღელზე ბოძი მიაკრეს და ზედ ხატიც დაამაგრეს. კუროები თავის ნებაზე გაუშვეს, რომელთაც გადალახეს მდინარე ენგური და იმ ფსწვერზე გაჩერდნენ, სადაც დგას დღევანდელი წმინდა კვირიკეს მთავარანგელოზის ეკლესია.
ამ ადგილას კუროები დაეცნენ და სული განუტოვეს. აქ ააშენეს ეკლესია და ხატიც აქვე დაასვენეს. სოფელი უშკული ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებაა. იგი ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. უშკული უშიშარ გულს ნიშნავს. ამ სოფელს ასე იმიტომ ეწოდა, რომ ის პირველი იღებდა მტრის დარტყმებს. უშკულში 37 კოშკია. უშგულში, ისევე როგორც მთლიანად სვანეთში, მეცხოველეობა წამყვანი სამეურნეო დარგია.
სვანური სამზარეულოსათვის დამახასიათებელია უგემრიელესის სვანური სულგუნი და კუპტარი. წვრილად დაკეპილი და სანელებლებით შეზავებული ხორცი უმატიდება ცომში და შემდეგ წყვება. საუკუნის ძეგლი წმინდა მარიამის, ანუ სვანურად ლამარიას სახელობის ეკლესია. თქმულების მიხედვით უშგულელები დღესასწაულებზე აქ იკრიბებოდნენ. აქვე წყდებოდა თემის მნიშვნელოვანი საქმეები. მთავარ ფუტა დადეშქელიანს, რომელიც თათარყანის ბიძაშვილი იყო, სვანეთის დამორჩილება ნდომებია. უშგულელებმა ერთ-ერთ დღესასწაულზე აქ შემოიტყუეს, სუფრაც გაუშალეს, ხარები და ჩიხვები დაუკლეს და როცა ნადიმი თავის ეშხში შევიდა, სათოფურებიდან ერთბაშად რამდენიმე თოფმა გაისროლა. ფუტა დადეშქელიანი ადგილზევე მოკლეს. სვანეთს არასოდეს ყოლია ბატონი და ეს ამაყი, თავისუფალი, უდრეკი სვანები ვერავის მორჩილებას ვერ შეეგუებოდნენ. Amen.
Amen.